დღეს მე მიმოვიხილავ ნიკო კალანდაძის შემოქმედებას და ავარჩიე მის შემოქმედებაზე არსებული ერთადერთი წიგნი. მეც და ნიკო კალანდაძეს გავიზარდეთ ერთ და იმავე ქალაქში და ასევე ერთ და იმავე უბანში. ნიკო კალანდაძის არქივის უდიდესი ნაწილი ეძღვნება გორის ბამბეულის კომბინატს, რომელიც სწორედ იმ უბანში მდებარეობდა, სადაც მე გავატარე ბავშვობა. და ჩემი მეზობლებისგან ყოველთვის მესმოდა, როგორ გამოიყურებოდა ეს ადგილი, რადგან ჩემ ბავშვობაშიც და ახლაც ამ კომბინატისგან მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი. ეს ისტორიები, რომელიც ჩემს თავში რაღაცა ტრიალებდა, აღბეჭდა, რომ აღბეჭდილი იყო ნიკო კალანდაძის არქივში და ინახებოდა მის ავტოფარეხში. და ეს აღმოჩენა მოხდა გორელ ფოტოგრაფთა კლუბის მიერ. გორელ ფოტოგრაფთა კლუბმა დაიწყო ამ არქივის შესწავლა და ნიკა სომხეშვილმა და მარიამ შალამბერიძემ იმუშავეს უშუალოდ არქივის გაციფრულებაზე. და გორელ ფოტოგრაფთა კლუბის სხვა წევრებთან ერთად მეც მქონდა პატივი მემუშავა და კორექტირება გამიკეთებინა ფოტოებისთვის. და შევძელით 20,000-მდე ფოტოს დასკანირება და საკმაოდ დიდი მოცულობის არქივია. ასევე განსაკუთრებულია ის ფაქტიც, რომ მამ არქივის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა და თავად ნიკოსაც დავიწყებული ქონდა ბევრი სერია თუ ზოგიერთი ფოტოც კი. ასევე მნიშვნელოვანია ის მომენტიც, რომ ფოტოგრაფმა ფაქტობრივად მთელი ცხოვრება მიუძღვნა თავი ამ პროფესიას და დღემდე მუშაობს გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილებაში ვიდეო ოპერატორად. ეს იყო მისი შემოქმედების პირველი პუბლიკაცია. იქიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ 80-იანებში, 70-იანების ბოლოსაც უკვე იბეჭდებოდა სხვადასხვა გაზეთებში მისი კონკრეტული ფოტოები, თუმცა ეს ფოტოები ძირითადად იყო საბჭოთა გაზეთების დაკვეთა და მას შემდეგ, ფაქტობრივად საბჭოთა კავშირის შემდეგ, ეს იყო ნიკოს არქივის პირველი გაცოცხლება. ამ არქივზე მუშაობა იმდენად შთამბეჭდავი იყო ჩემთვის, რომ ამ ყველაფერმა მომცა ინსპირაცია დამეწყო გადამეღო დოკუმენტური ფილმი სწორედ არქივის გაცოცხლების პროცესზე, გაციფრულების პროცესზე და ასევე ნიკო კალანდაძეზე. ფოტოგრაფის შემოქმედება კიდევ იმით არის უნიკალური, რომ 70-იან, 80-იან წლების და უფრო გვიანდელი პერიოდის ქართულ ფოტოგრაფიაში ცოტა მთუ მოიძებნება ისეთი ფოტოები, რომელიც ასახავს გორის ან მის შემოგარენის ყოველდღიურობას. ნიკო კიდევ მაქსიმალური სიზუსტით, ყველანაირი შეულამაზებელი ვიზუალების გარეშე აღბეჭდავს იმ რეალობას, რომელიც იმ დროინდელ საბჭოთა საქართველოში იდგა და განსაკუთრებით მაშინდელ პერიოდში, როდესაც ეს ყველაფერი რაღაცნაირად უფრო გაიდეალიზებული იყო და კალანდაძის ფოტოებში ასახულია ის მოჟამული, ასე ვთქვათ, ქუჩებიც, რაღაცა განადგურებული ფაბრიკები და ზოგადად ეს ყველაფერი აპათიურ განწყობასაც ქმნის, ასე ვთქვათ, საბჭოთა კავშირის მიმართ. ასევე განსაკუთრებულია, ასე ვთქვათ, სერია, რომელიც დადგმული პორტრეტებს წარმოადგენს და ნიკო კალანდაძე ამას იღებდა საკმაოდ დიდი ხანი წლების მანძილზე, რომელიც ასახავს უბრალოდ პორტრეტებს, რომელიც კეთდებოდა დოკუმენტებისთვის, თუმცა თითოეული პორტრეტი განასახიერებს რაღაცნაირად იმ
რეალურ სახეს იმ მუშათა კლასის, რომელიც განსაკუთრებულად გამოყოფილი იყო საბჭოთა კავშირის დროს, თუმცა რეალობა იყო განსხვავებული იმასთან მიმართებაში, თუ როგორ პროპაგანდას აკეთებდნენ მუშათა კლასის მიმართ. და რეალურ დიფერენციას გვაძლევს, თუ რა იწერებოდა ამ შრომელების შესახებ და რეალურად რა შრომაში უწევდათ იმ ადამიანებს ყოფნა. თუმცა კიდევ ამბობდა, რომ მისი შემოქმედების ძალიან დიდი ნაწილი დაიწვა და გორში იყო დიდი წყალდიდობა, ეს ჯერ კიდევ ასე ვთქვათ, ადრეულ პერიოდში, ჯერ კიდევ აქტიურად, როდესაც მუშაობდა ფაბრიკისთვის, ამ პერიოდში მოხდა და ძალიან დიდი ნაწილი განადგურდა და როდესაც თუნდაც მაგალითად ფილმის გადაღებაზე როცა მუშაობდი, მაშინ რაღაცა ვეკითხებოდი ხოლმე, რომ აი რომელი სერია გახსოვთ ყველაზე მეტად რომელია თქვენი საყვარელი და სულ ყოველთვის აღნიშნავდა იმ სერიას, რომელიც დაიწვა. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პერიოდის უამრავი ფოტოგრაფი და შემოქმედი ადამიანი ჯერ კიდევ მივიწყებულია, ან საერთოდ არ არის აღმოჩენილი და ფაქტობრივად ეს პროექტი არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ არსებობს იმედი, რომ ჩვენ კიდევ შევძლებთ ჩვენი წარსულის გააზრებას უკეთესად ასეთი პროექტების დახმარებით, ასეთი აღმოჩენების საშუალებით, რადგან მე მგონია, რომ თუ არ გვესმის ჩვენი წარსული, ვერ შექმნით იმ აწმყოს, რომელიც ჩვენი იქნება და ყოველთვის ეს იქნება სხვაზე დაშენებული, სხვისთვის მიბაძული და არ იქნება ისეთი ავტენტური, რომელიც შექმნის მყარ და სტაბილურ მომავალს. ნიკო კალანდაძის არქივის გაცოცხლება ერთგვარ იმედს ქმნის ყველა თაობის ფოტოგრაფისტვის, რომ მათი შემოქმედებაც შეიძლება გახდეს ისტორიის დიდი ნაწილი და ყოველდღიურობის აღწერი და ამბეჭდავი ფოტოები შესაძლოა დაგვეხმაროს იმ ავთენტურობის პოვნაში, რომელსაც ჩვენი ისტორია ინახავს.